შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ კოსმოსურ ინდუსტრიაში, სადაც ყველაფერი დეტალურადაა გათვლილი, შეცდომების დაშვება შეუძლებელია, მაგრამ რეალურად არის შემთხვევები, როდესაც ერთი შეცდომის გამო ძვირადღირებული პროექტი რამდენიმე წამში ნადგურდება. ამ ეპიზოდში ნახავთ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რაკეტის გაშვება წარუმატებლად სრულდება. 2013 წელს ბაიკონურის აეროდრომზე რაკეტა სახელწოდებით პროტონი ჩამოვარდა. მას ორბიტაზე გლობალური ნავიგაციური სისტემების სატელიტები უნდა გაეყვანა, თუმცა არასწორად დამონტაჟებული სიჩქარის სენსორების გამო ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა. სარალმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა. ზოგჯერ წარმატებასა და წარუმატებლობას შორის სხვაობა მეტრებში იზომება. 2015 წლის მაისში Dragon SpaceX-ი პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ავტონომიურ პლატფორმაზე მეორედ დაშვებას ცდილობდა. დაშვება ისე გამოიყურებოდა, თითქოს ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ გადაჭარბებული სიჩქარის გამო რაკეტა პლატფორმას დიდი სიჩქარით შეეჯახა. ძლიერი აფეთქების მიუხედავად, პლატფორმა თითქმის არ დაზიანებულა. SpaceX-ის პროექტი Starship-ი კოსმოსური კვლევის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტად ითვლება. ამ კადრებზე Starship-ის რაკეტის S9-ის გაშვების მომენტი ჩანს. ცდის მთავარ მიზანს რაკეტის სტარტი და მისი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაშვების მცდელობა წარმოადგენდა. სტარტის შემდეგ ხომალდმა ძრავები წარმატებით გათიშა. 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და რთული კონტროლირებადი ჰორიზონტალური დაშვება დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ საბოლოო ეტაპზე გაუთვალისწინებელი რა მოხდა. დაშვების დროს ერთ-ერთი ძრავი არ ჩაერთო, რის გამოც რაკეტა პლატფორმას მაღალი სიჩქარით შეეჯახა. ერთი ასეთი სისტემის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი დოლარია. მიუხედავად ამისა, ტესტი ნაწილობრივ წარმატებულად ჩაითვალა. 2020 წლის დეკემბერში Starship-ის პროტოტიპის კიდევ ერთი ტესტი ჩატარდა. მიზანი 13 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა და შემდეგ კონტროლირებადი დაშვება იყო. კოსმოსური ხომალდი 3 ძრავით გაეშვა. თავდაჯერებულად ავიდა სიმაღლეზე და ძრავებიც გრაფიკით გათვალისწინებულ დროს გამორთო. ამის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ეტაპი ჰორიზონტალური დაშვება დაიწყო. ყველაფერი თითქოს უნაკლოდ გამოიყურებოდა. მანევრი რთული, მაგრამ ზუსტად შესრულებული ჩანდა. მალევე Starship-ის ძრავები კვლავ ჩაერთო და ის ვერტიკალურ პოზიციას დაუბრუნდა. თუმცა საბოლოო ეტაპზე აღმოჩნდა, რომ საწვავის ავსში არსებული ცნება არასაკმარისი იყო. ძრავებმა აპარატის შესანელებლად საჭირო ბიძგის გენერირება ვერ შეძლეს. რბილი დაშვების ნაცვლად რაკეტა პლატფორმას ძლიერად შეეჯახა და აფეთქდა. ფრენის საერთო დრო 6 წუთსა და 42 წამს შეადგენდა. თითქმის 7 წუთიანი ტრიუმფის შემდეგ ყველაფერი რამდენიმე წამში დასრულდა. 2015 წლის ივნისში კიდევ ერთი რაკეტის Falcon 9-ის გაშვება შედგა. აფრენიდან 2 წუთის შემდეგ მეორე საფეხურის ავსში წნევა მკვეთრად გაიზარდა. რამდენიმე წამში რაკეტამ დაშლა დაიწყო. საინტერესოა, რომ კოსმოსური ხომალდის გადარჩენა თეორიულად შესაძლებელი იყო. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში მას პარაშუტების გამოყენებით საგანგებო დაშვების განხორციელება შეეძლო, თუმცა სისტემას ასეთი ფუნქცია არ ჰქონდა. შედეგად თითქმის 2 ტონა ტვირთი განადგურდა. Falcon has cleared the tower. Vehicles programming downrange. Speed 200, stage 1 propulsion is still nominal. ამერიკული კოსმოსური ხომალდი საიგნასი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მომარაგების წყაროდ ითვლებოდა, მაგრამ მისი რიგით მესამე გაფრენა კატასტროფით დასრულდა. აფრენიდან რამდენიმე წამში ოპერატორებმა შენიშნეს, რომ პირველი საფეხურის ძრავი არასტაბილურად მუშაობდა. ცხადი იყო, რომ ასეთი სიჩქარით რაკეტა ორბიტაზე გასვლას ვერ შეძლებდა. დასახლებულ ადგილას ჩამოვარდნის თავიდან ასაცილებლად ოპერატორებმა თვითგანადგურების სისტემა გააქტიურეს. ამსხვრევები ასაფრენ პლატფორმაზე დაეცა, რის გამოც ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. შედეგად 2 ტონაზე მეტი ტვირთი განადგურდა, რომელთა შორისაც 700 კილოგრამის სამეცნიერო აღჭურვილობა და თითქმის 800 კილოგრამამდე საკვები იყო. ეს ტვირთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟისთვის იყო განკუთვნილი.
2014 წლის აგვისტოში ტეხასში მდებარე მაკგრეგორის საცდელ პოლიგონზე სამძრავიანი რაკეტის პროტოტიპი ტესტირებას გადიოდა. გაშვებისთანავე რაკეტამ არასტაბილურობა გამოავლინა. უსაფრთხოების სისტემა ავტომატურად ჩაირთო და გამშვები მოწყობილობა განადგურდა. მიზეზი ერთ-ერთი ძრავის გაუმართავება გახდა. კომპანიის წარმომადგენლებმა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ ტესტირების მთავარი მიზანი ტექნოლოგიის კომერციულ ბაზარზე შესვლამდე მისი სისუსტეების იდენტიფიცირებაა. ტეხასში მდებარე სატესტო კოსმოსურ პოლიგონზე მრავალი გახმაურებული მოვლენა მომხდარა, მაგრამ ალბათ ეს შემთხვევა ყველასგან გამოირჩევა. რაკეტის ძრავის მორიგი ტესტირების დროს ძლიერი აფეთქება მოხდა. დარტყმითი ტალღა რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც კი იგრძნობოდა. ასეთი შემთხვევები მეცნიერებისთვის სამუშაო პროცესის ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ ადგილობრივ მაცხოვრებლებში მსგავსი ფაქტები ხშირად შიშსა და პანიკას იწვევს. ტექნოლოგიური განვითარება გარდაუვალ რისკს შეიცავს, მაგრამ მისაღების საზღვრები ყოველთვის საკამათოა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული რაკეტა არიანე 5 მრავალი წლის განმავლობაში იქმნებოდა და მის განვითარებაში გაწეულმა ხარჯებმა $7 მილიარდ გადააჭარბა, მისი პირველი სატესტო ფრენა მხოლოდ 40 წამს გაგრძელდა. დაახლოებით 3700 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემდეგ რაკეტა კურსიდან გადავიდა, დაშლა დაიწყო და აფეთქდა. მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის დროს დაშვებული შეცდომა იყო. რაკეტის წარუმატებელი გაშვების მცდელობიდან გამოწვეული ზარალი დაახლოებით $500 მილიონ შეფასდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროგრამა არ გაუქმებულა. მომდევნო წლებში არიანე 5 ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ევროპული რაკეტა გახდა, რომელმაც 100-ზე მეტი მისია წარმატებით შეასრულა. (2024 წლის 30 ივნისს) ჩინური რაკეტის Tianlong 3-ის ძრავის ტესტირება შედგა. პირველი ეტაპის შემდეგ 71 მეტრის სიგრძის 590 ტონიანი რაკეტა მოულოდნელად რეალურ ფრენაში გაეშვა. როგორც აღმოჩნდა, შეცდომა პლატფორმაზე არსებული სამაგრების გაუმართავობით იყო გამოწვეული. საბედნიეროდ, რაკეტა უახლოესი ქალაქისკენ არ გაფრენილა. ის გაშვების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე მთას შეეჯახა. ასე იქცა ერთი რიგითი ტესტირება მორიგ წარუმატებლობად. ამერიკული სამსაფეხურიანი რაკეტა Trident 2 წყალქვეშა ნავებიდან გასაშვებადაა შექმნილი. 1980-იანი წლების ბოლოს ჩატარებული ტესტირებების დროს რაკეტის 15 გაშვების მცდელობიდან 2 მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. არადა ერთი ასეთი რაკეტის ღირებულება დაახლოებით $70 მილიონ იყო. სამხედრო პროგრამებშიც კი, სადაც მოთხოვნები უკიდურესად მაღალია, წარუმატებლობები გარდაუვალია. 2018 წელს გადაღებულ ამ ვიდეოზე 10 მეტრის სიგრძის რაკეტის გაშვების მომენტი ჩანს. რაკეტა მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით აიწია, რის შემდეგაც სტაბილურობა დაკარგა და ისევ სასტარტო პლატფორმისკენ წამოვიდა. აფეთქება სანახაობრივი იყო, მაგრამ ის ახალგაზრდა კომპანიისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ზარალმა $400,000 გადააჭარბა, თუმცა სულ რაღაც 1 წლის შემდეგ რაკეტის გაშვების მესამე მცდელობა წარმატებით დასრულდა. (2024 წლის გაზაფხულზე იაპონური რაკეტის სახელწოდებით კაიროსის პირველი გაშვების მცდელობა ვაკაიამას პრეფექტურაში მდებარე კერძო კოსმოდრომიდან განხორციელდა, მაგრამ 18 მეტრის სიგრძის რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. აფეთქების მიზეზი თვითგანადგურების სისტემის ავტომატური გააქტიურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათობა არაა, ის ნებისმიერი სტარტაპისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ძვირადღირებული პროექტის რამდენიმე წამში განადგურება?
1998 წლის აგვისტოში რაკეტმზიდი ტიტანი კანავერალის კონცხიდან აფრინდა, რათა ორბიტაზე საიდუმლო სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი გაიყვანა. სისტემამ სტაბილურობა აჩვენა და ინჟინრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მისია წარმატებით დასრულდებოდა, მაგრამ აფრენიდან დაახლოებით 40 წამის შემდეგ რაკეტამ კონტროლი დაკარგა. მოწყობილობა კურსიდან გადავიდა და მასზე კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ამის გამო ოპერატორებს თვითგანადგურების სისტემის გააქტიურება მოუწიათ. ამ ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული გაუმართავობის გამომწვევი მიზეზი იყო, როგორც აღმოჩნდა, ფრენის მართვის სისტემებში მოკლე ჩართვა მხოლოდ ერთმა დაზიანებულმა მავთულმა გამოიწვია. ამ შეცდომის ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი იყო. T+40 seconds. Oh no. ინდოეთში წარმოებული ეს რაკეტა დაახლოებით 2 ტონიანი სატელიტის კოსმოსში გასაგზავნად იყო შექმნილი. ფრენის პირველი წამები გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ დაახლოებით 45 წამის შემდეგ სისტემებმა მთავარ კომპიუტერთან კონტაქტი დაკარგეს. კოსმოსურმა ხომალდმა ტრაექტორიიდან გასვლა დაიწყო. უკონტროლო ვარდნის თავიდან ასაცილებლად ოპერატორებმა თვითგანადგურების სისტემა ამოქმედეს. დარალი დაახლოებით 65 მილიონი დოლარი იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. წლის 29 მაისს Starship-ის პროტოტიპის ტესტირების დროს ძლიერი აფეთქება მოხდა. მიზეზი ძრავში საწვავის გაჟონვა გახდა. ცეცხლი კორპუსის ქვედა ნაწილში მომენტალურად გავრცელდა, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, პროგრამა გაგრძელდა და მოგვიანებით მომდევნო პროტოტიპმა 11 კილომეტრის სიმაღლიდან კონტროლირებადი დაშვება წარმატებით განახორციელა. Astra-Space-ის მიერ შექმნილი 13 მეტრის სიგრძის რაკეტის მთავარი უპირატესობა მისი დაბალი ღირებულება იყო, მაგრამ ალასკაში კოდიაკის კოსმოსური ცენტრიდან აფრენის დროს რაკეტამ უჩვეულო ქცევა გამოავლინა. ვერტიკალურად ასვლის ნაცვლად ის გვერდზე გადაიხარა. 3, 2, 1, ignition, 0. First motion. First motion. ხოლო ამის შემდეგ დაიწყო ხომალდმა სიმაღლეზე ასვლა, თუმცა დაახლოებით 33 კილომეტრის სიმაღლეზე რაკეტასთან კონტაქტი გაწყდა. საბოლოო ჯამში პროექტი წარუმატებლად დასრულდა. რაკეტა სახელწოდებით ტიტანი თავდაპირველად კონტინენტთა შორის ბალისტიკურ რაკეტად იყო შექმნილი, მაგრამ მოგვიანებით მისი გამოყენება კოსმოსში სცადეს. 1950-იანი წლების ბოლოს ჩატარებული ერთ-ერთი ტესტის დროს ძლიერმა ვიბრაციებმა პირველი საფეხურის ძრავის აფეთქება გამოიწვია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გამშვები პლატფორმა ცეცხლოვან ღრუბელში მთლიანად გაეხვა. პირველი თაობის რაკეტების შესაძლებლობის ზღვარზე შეიქმნა და იმ დროს თითოეული შეცდომის ფასი განსაკუთრებით მაღალი იყო. როგორც კოსმოსური რაკეტების, ასევე ზენიტური რაკეტების წარუმატებელი გაშვება ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როგორც აღმოჩნდა, ამ რაკეტის გაშვების შემდეგ მისი ძრავი არ ჩაერთო, რის შემდეგაც ის ჩამოვარდა. მასშტაბურმა ხანძარმა მოწყობილობა სერიოზულად დააზიანა. წელს კოსმოსური ხომალდი რობოტის მორფეუსის პროტოტიპის ცდები ჩატარდა. მეორე ავტონომიური აფრენის დროს აპარატი აფეთქდა და რამდენიმე წამში მთლიანად განადგურდა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, პროტოტიპის ტესტირების დროს აღმოჩენილი ხარვეზების შემდეგ აპარატი გაუმჯობესეს, რის შემდეგაც მისი მომდევნო ტესტირებები წარმატებით დასრულდა. დელტა 2 ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ამერიკული რაკეტა. ის 20 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, მაგრამ 1997 წლის 17 იანვარს გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რაკეტა, რომელიც GPS თანამგზავრის ორბიტაზე გასაშვებად იყო განკუთვნილი, აფრენიდან სულ რაღაც 13 წამში აფეთქდა. ამ დროს ის 450 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ზარალი საკმაოდ დიდი იყო, რადგანაც რაკეტა დაახლოებით 55 მილიონი, ხოლო თანამგზავრი 40 მილიონზე მეტი ჩდებოდა.
როგორც ხედავთ, ერთ შეცდომას გვირადღირებული პროექტის წამებში განადგურება შეუძლია, მაგრამ პროგრესი წარუმატებლობის გარეშე არ არსებობს. დავინ იცის, იქნება ერთ დღეს მეცნიერებმა კოსმოსში ისეთი რამ აღმოაჩინონ, რაც ჩვენს მომავალს სამუდამოდ შეცვლის.